სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა სოფლებს გაუორმაგდათ. რაც გეგმავენ ახალი ბიუჯეტი სოფელ ლიხაურში, ამას თამთადოლიძის სიუჟეტიდან შეიტყოთ. სოფლის განვითარების პროგრამამ, რომელიც 2009 წლიდან ამოქმედდა, წელს სოფელ ლიხაურისთვის 54,000 ლარი გამოყო. თანხის დახარჯვის მიმართულებები უკვე გამოკვეთილია. პრიორიტეტული ამოცანა აქაურებისთვის ღვთისმშობლის შობის ეკლესიამდე მისასვლელი გზის შეკეთება და ქვაფენილის დაგებაა. იმის გამო, რომ მრევლმა ბოლო წლებში განსაკუთრებით მოიმატა, ეს პრობლემა დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს. ამ სამუშაოსთვის 13,071 ლარია გამოყოფილი. ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის შესაკეთებლად კი 2,494 ლარის დახარჯვა დაიგეგმა. წელს მინი-სტადიონის მშენებლობის დაწყებასაც აპირებენ, რომელსაც სავარაუდოდ 9,960 ლარი დასჭირდება. საშხაპე მოეწყობა ლიხაურის სპორტდარბაზში, ამისთვის 6,133 ლარია განსაზღვრული. შეკეთდება საბავშვო ბაღით, რომლის რემონტისთვის ლიხაურელები 5,989 ლარს დახარჯავენ. გარეგანათება 2,260 ლარად, ხოლო გზების მოხრეშვა და გრეიდერება 2,091 ლარად შეფასდა. კულტურის სახლის კაპიტალური შეკეთებაც წელს არის გადაწყვეტილი. ამ სამუშაოსთვის 14,382 ლარი გამოიყოფა. რაც შეეხება სოლწერტილებს სკოლაში, ამისთვის სოფლის ბიუჯეტში 6,424 ლარია განსაზღვრული. როგორც ჩვენთან საუბრისას, ლიხაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ სალუქვაძემ განაცხადა, ამ გეგმის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებულია და მათ საჭიროებებს ეს ჩამონათვალი სრულიად ემთხვევა. სოფლის გამგეობა მოსახლეობასთან სისტემატურად თანამშრომლობს ჯგუფური შეკრების გამოკითხვისა თუ ანკეტირების გზით. ამიტომ სოფელთან დაკავშირებული ყოველი გადაწყვეტილება ხალხის სურვილითაა ნაკარნახევი. ეხლა წარმოშობილი პრობლემები ნამდვილად არ არის. რაც ჩვენ შევიტანეთ სოფლის განვითარების პროგრამის ნუსხაში, ეს არ არის ეს გარკვეული წლების განმავლობაში რამოდენიმე წელია უსირებს, რომ საზოგადოება სოფელი იტყობს. ჩვენ ამავე დროს გარკვეულ უბნებში კრებებით ჩავატარეთ საზოგადოების წარმომადგენლებს, სოფლის წარმომადგენლებს, ხვდებოდით მეც, სოფლის გამგებელი სხვა მთავარი სპეციალისტები რომ არის სოფელში კიდევ და საერთო შეჯერებული აზრია, აზრიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხები ჩასულიყო ამ პროგრამაში, ამ პროექტში. იგივე დაგვიდასტურა სოფელ ლიხაურში ცხოვრებლებმა. მათი თქმით, გამოყოფილი თანხა ყოველ წელს მიზნობრივად იხარჯება. ხალხთან იყო ამის შესახებ საუბარი და მოთხოვნა აქვს ხალხს ძალიან ბევრი და რა ვიცი ახლა რომელსაც აერჩევენ და რომელიც იქნება უფრო აუცილებელი, ალბათ გადაწყვეტენ ამ საკითხებს. გვინდა კეთილმოწყობა სოფლის კლუბი. აუცილებლად გასაკეთებელია. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და გვინდა რომ კარგად ახალგაზრდა შევიდეს, გინდა მოხუცი იყოს, უნდა გაკეთდეს. ეკლესია გვაქვს სოფელში. ისტორიული ეკლესია. გვინდა იქ ასასვლელი გზა გაკეთდეს, ქვაფენილი გვინდა დაგება. სოფელში სულ 972 კომლი ცხოვრობს. მისი 2/3 უკვე გაზიფიცირებულია. დარჩენილი 1/3-ისთვის გაზი ყველაზე მთავარი სურვილია. თუმცა სოფლის განვითარების პროგრამა გაზიფიკაციას არ ითვალისწინებს, რის გამოც ლიხაურში ყველაზე მეტად წუხან. პრობლემურია წყლის საკითხიც. ძველი მილები უკვე დაზიანებულია და შეცვლა საჭიროებს, მაგრამ ეს და სხვა დანარჩენი პრობლემების გადაჭრა სავარაუდოდ მომდევნო წლისთვის გადაიდება. სოციალური სუბსიდიების სააგენტო ახალ შენობაში გადავიდა. რაიონული და რეგიონული სამსახურები მოსახლეობას ცენტრალური პოსტის პირველ სართულზე მოემსახურებიან. უფრო ცლად ამ თემის შესახებ თეა იოსელიანი ისაუბრებს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ოფისში რაიონულ და რეგიონულ სამსახურებთან ერთად ყველა იმ სტრუქტურა მოიყარა თავი, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო სრულად მოიცავს. ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქეების და ბენეფიციარების მომსახურება უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. სწრაფი მომსახურების ხარისხიანობას კი ყველა ის დაცული პროცედურა უზრუნველყოფს, რაც გაუმჯობესებულ სამუშაო გარემოშია გათვლილი. რიგითობის მკაცრი კონტროლი, რაც სხვა რეგიონებთან შედარებით უპრეცედენტო ფაქტად მიიჩნევს ოპერატორებთან ურთიერთობას და კომუნიკაციას მოაწესრიგებს და უფრო ფორსირებულს გახდის. ერთ სართულზე განლაგებული საპენსიო, ბავშვთა მზრუნველობის და სოციალური სუბსიდიების განყოფილებები ბენეფიციარებს ინფორმაციის მიღების საშუალებას უმარტივებს და ზედმეტი გადაადგილების გარეშე ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღების შესაძლებლობასაც უკვე ადგილზე აძლევს. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში, როგორც ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, დაჩქარებულ მომსახურებასა და დროის ფუნდამენტურ გამოყენებაზეა გათვლილი. პირველად მოსახლეობა გადაყვანილი არის ერთი ფანჯრის პრინციპზე, რათა მოქალაქე ნაკლებად დაიტვირთოს საკუთარი ინფორმაციის მისაღებად. იმიტომ რომ როდესაც მიმართავს ის მოქალაქეთა მისაღებს, მას შეუძლია სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს ნებისმიერ პროცესზე. აგრეთვე ძალიან დიდი დადებითი თვისება, მახასიათებელია